პარიზში მოხდა ტერაქტებს გმობს საქართველოს მუფთიც ბეგლარ ქამაშიძე ღრმამწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ყურანი ადამიანის მოკლას გრძალავს. მისივე თქმით, საზოგადოების განათლების კუთხით საჭიროა გაიხსნას თეოლოგიის ფაკულტეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრადიციული ისლამის შესახებ ინფორმირებას და საზოგადოებას ტერორიზმს ჩამოაშორებს. მუფთმა ეს განცხადება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წევრი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება, ბათუმში სასწავლებლის გახსნა, 55-მდე მეჩეთის გარემონტება და ქველმოქმედება ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომელსაც მუსლიმთა სამმართველო ახორციელებს. მუსლიმები არ არიან ტერორისტები, ყურანი გძალავს კაცსაკვლავს, ასევე როგორც გძალავს სხვა რელიგიები და სხვა ღვთიური წიგნები, ასევე ყურანიც გძალავს ადამიანის მოკლას. ამისათვის საჭიროა უფრო მეტი მუშაობა ჩვენ მხრივ, რა თქმა უნდა, და სახელმწიფოებმაც უნდა იმუშაოს. ამისათვის საჭიროა, რომ გაიხსნას საქართველოში თეოლოგიური ფაკულტეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრადიციული ისლამის განვითარებას და ჩამოაშორებს ჩვენ საზოგადოებას ტერორიზმს.